Expo Georgias საგამოფენო სივრცეში ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენამ და ფორუმმა სტარტი 6 ნოემბერს აიღო. ღონისძიება, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს ერთი მიზნით აერთიანებს, რომ სექტორი განვითარდეს და ისვას კითხვები გამოწვევებზე და პროცესში ინოვაციური მიდგომები დაინერგოს. წელს ფორუმზე 5 ძირითად საკითხზე მსჯელობენ, მათ შორის ამ მხარდამჭერი რეგულაციების როლი განახლებადი ენერგიის განვითარებაში. თემაზე პანელური დისკუსია ფორუმის პირველივე დღეს შედგა. არსებობენ ინვესტორები, ქართველები, განსაკუთრებით აქტიურები, რომლებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ინვესტიციები განახორციელონ ენერგეტიკაში. თუმცა, ის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის საკითხებს, ერთი ფანჯრის პრინციპს, საკანონმდებლო მდგომარეობას, პოლიტიკის და სტრატეგიის და ხედვათა, ასე ვთქვათ, გაზიარებას. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პანელი, რომელიც უკვე ჩატარდა, ვინაიდან არა მხოლოდ ვთქვათ სამინისტროები იყვნენ წარმოდგენილი, არამედ პირველად საქართველოს პარლამენტით შემოუერთდა. წარმოდგენილია ძალიან ფართო სპექტრი, ფაქტურად სრულად მოვიცავით ჩვენი ინდუსტრია, როგორც კომპანიები, კერძო კომპანიები, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციების, ფინანსურის დონორები და ასე შემდეგ. ყველა ასე ვთქვათ, ერთჯერ ქვეშ მოვათავსეთ და ეს სინერგია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს საკითხები, ყველა ის აქტუალური საკითხი, რომელიც დგას ამ ინდუსტრიის წინაშე, წინ წამოვწიოთ. ფორუმის გენერალური სპონსორი პროკრედიტ ბანკია, რომელიც მწვანე პროექტების დაფინანსების მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ყოველ წელს დგამს. ფორუმზე მათ შორის ყურადღება მწვანე ტრანზიციის დაფინანსების საკითხებზე გამახვილდა, სადაც დამსწრე აუდიტორიას გამოცდილება პროკრედიტ ბანკის მენეჯმენტმაც გაუზიარა. ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მათი მხრიდან 2500 პროექტია დაფინანსებული. გრადი განვითარება, ის დაფინანსება არის მნიშვნელოვანი. ბოლო წლების განმავლობაში ეს მზარდი ტენდენცია. ბოლო 2-3 წელიწადში აქტიურად მონაწილეობენ ბანკები, ჩვენ 10 წელზე მეტი ავაფინანსებთ. აქამდე უკვე ერთი 2500 პროექტი გვაქვს დაფინანსებული, დაახლოებით გაცემული სასხების მოცულობა არის ამაც წლის განმავლობაში 900 მილიონ ლარზე მეტი. შესაბამისად, მომავალი წლებში, იქიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, მთელი საფინანსო სექტორი ამას საადეთ ყურადღებას აქცევს. მგონია, რომ ეს დაფინანსების ესე ვთქვათ პერსპექტივა უფრო მაღალი იქნება, ვინმე აქამდე იყო. ვფიქრობთ, რომ აი ამ ფორმატის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად შევძლებთ ალბათ დიდი კონტრიბუციის შეტანას განახლებადი ენერგიის განვითარების საქმეში. პანელურ დისკუსიაზე ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის პროცესზე რეგულატორმაც ისაუბრა. სემეკის თავმჯდომარე ენერგეტიკის ფორუმის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ფორუმს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული დანიშნულება აქვს. წარმოადგენს სიახლეებს, რომელიც ჩვენ დავნერგეთ ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფორუმთან ერთად არის სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტების მოწყობილობების პრეზენტაცია, წარდგენა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ კონკრეტულ პროექტებს გაეცნონ, კონკრეტულ ტექნიკა, ტექნოლოგიას გაეცნონ და შემდეგ უკვე მათი საინვესტიციო ენერგეტიკული პროექტების მშენებლობის დროს გამოიყენონ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, როგორც თეორიული, ასევე ძალიან დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია ამ ფორუმს. ფორუმთან ერთად პარალელურად ენერგეტიკის სექტორში ჩართულმა კომპანიებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი პროდუქცია გამოფენაზე წარუდგინეს. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი ტიპის პლატფორმები ახალი საქმიანი კავშირების დამყარებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია. სასიამოვნოა, რომ წლიდან წლამდე გაზრდილი არის როგორც მონაწილეთა რიცხვი, ასევე ხალხის დაინტერესება და საერთაშორისო მონაწილე კომპანიები. ეს კი შეიძლება ითქვას მიგვანიშნებს იმაზე, რაოდენ მნიშვნელოვანი არის, რომ რეგიონის მასშტაბით მოხდეს თანამშრომლობა ენერგეტიკის ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ წელს მომხმარებელს წარუდგინეთ ჩვენი სრული ასორტიმენტი, მათ შორის სოლარ კაბელები, რომელიც გამოიყენება სოლარ პანელებისთვის. პოტენციალი გვაქვს ენერგეტიკის მიმართულებით ძალიან დიდი და ამას სწორი ათვისება და სწორად გამოყენება უნდა და ასევე ქართული კომპანიების გაზრდა არის ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მოღვაწეობთ ჩვენ და მთელი დღე ამას ვაკეთებთ მთელი წელი, მაინც ესეთი კომპანიები არის ზოგი, რომელთანაც არ ქონია კონტაქტი და ჩვენც გავიცანით ახალი ხალხი და კიდე გავიცნობთ აუცილებლად. ბევრი საინტერესო ხალხია მოსული, ვისაც აინტერესებს მზის ენერგეტიკა და ზოგადად განახლებადი ენერგიები და მოკეთ ვესაუბრებით მათაც. ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი 7 ნოემბერსაც გაგრძელდება. პროდუქტების გამოფენასთან ერთად დღის წესრიგშია დამატებით
ობით სამე პანელური დისკუსია, რომელიც საქართველოში მზის, ჰიდრო და ქარის ენერგიის განვითარებას და ასევე მწვანე წყალბადისა თუ ბიოსაწვავის პერსპექტივაზე საუბარს დაეთმობა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მიზანია ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი მიეცეს და გახდეს პლატფორმა, რომელსაც ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი ექნება.